მოგესალმებით, მე ვარ გასის ადმინისტრატორი ნიკოლ და ამ ვიდეოში მეთქვა გასწავლით Counter-Strike-ში სკინის გაკეთება. პირველ რიგში შევიდეთ აი ამ პროგრამაში, ანუ მივაყოლებ ამ პროგრამას ვიდეოს, ამოვალქციოთ და აირჩევთ ეს. შემდეგ მოდი გავადიდოთ უფრო კარგად ჩანდეს, ფაილს დავაჭიროთ load model. შევიდეთ სადაც გიწერიათ counter-ი. შემდეგ პროგრამ ფაილ მოდელს შევიდეთ და ავირჩიოთ. მაგალითად გავაკეთოთ ეს და დავაჭიროთ აი ამას. აი ეს გავაკეთოთ. აი შემდეგ გადავიდეთ აი აქეთ ტექსტურში და დავაჭიროთ აი ამას და აქ შევინახოთ აი მაგალითად დავაწყოთ სახელით ფასტერი და მივცეთ save. ეს ალვინდა ეხა როგორც ხედავთ ეს აკოპირდა. შემდეგ მოდი გავაკეთოთ Photoshop-ით. როგორც ხედავთ გაიხსნა. ეხლა შევიდეთ Google-ში, მაგალითად მივაცელოთ რაიმე ან გავუკეთოთ სურათი. გავწეროთ მაგალითად გავუკეთოთ სურათი. მაგალითად იყოს ეს. ვნახოთ. შევაგდოთ Photoshop-ში ისიც. ავირჩიოთ მაგალითად ინფორმაცია დავაყენოთ, ეს დავშალოთ. აი ესე იყოს. შემდეგ მოდი ეს დავაკოპიროთ, აი ესე და გადავიდეთ აი აქეთ და ვცდილობთ გადმოვიდა. შემდეგ გავუკეთოთ ზურგზე დავაპატარავთ ასე. ეხლა ის მოხსნათ და გავუკეთოთ მაგალითად მასელ წავსვით ჯილჯილობით და მოდით გავუკეთოთ აი იყოს აი ასე. ეხლა ეს მოვაშოროთ. შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ კიდე ასეთი რამე. დავცოტა ასე იყოს.
ასე იყოს ფერი. ეხლა მოდი შევინახოთ, დავაჭიროთ save. შემდეგ დავაჭიროთ ამას, ამას და დავაჭიროთ ამას. შემდეგ როგორც ხედავთ გაგიცდა ეს, ეხლა მოდის როგორი გამოდის, როგორც ხედავთ ასეთი გამოვიდა. შეგვიძლია ცოტათ სხვანაირი გავაკეთოთ, მაგალითად დავაბრუნოთ, ცოტა დავაპატარავთ ეს, გამოვიდეს. შემდეგ მოდი ავირჩიოთ ისევ სურათი. იყოს მაგალითად ასე. შემდეგ აიღოთ სასურველი სურათი, მაგალითად იყოს ეს. შევინახოთ ესა. დავაკოპირებთ ესეც. შემდეგ ჩავცოთ აქ, მოდი ეს დავაპატარავთ. შეგვიძლია გავაკეთოთ ასე. შემდეგ ისე შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ დავაპატარავთ და გავაკეთოთ. აქ გავაკეთოთ. მოდი დავაპატარავთ ისე. მოდი ისე გავაკეთოთ და გავაკეთოთ. ვასავთ ეს. ესე დავაპატარავთ და განსავიღოთ ცოტათი. აგაკეთდა. რაღაც იგივე. ეს მაგალითი იყოს. და აქ დავაწყოთ. აქ მოდი ესე გავაკეთოთ. ანუ თავის თავზე გავაკეთოთ. ასე. და ცოტა ისე გავადიდოთ. ესე დავაწყოთ სას. როგორც ქვია. ასე. იყოს ასე. კიდე გავაკეთოთ. და დავწეროთ ეფექტური გამოვა. ესე ხამოვაშოროთ ესა. ასე ხამოდი შევინახოთ. მივაჭიროთ save. შემდეგ აქ შევიდეთ და ვაჭიროთ input. როგორც ხედავთ ეს გავაკეთეთ. ეხლა როგორც ხედავთ ასეთი გამოვიდა. მოგონი всё. მოდი ეხლა შევინახოთ, ვაჭიროთ save.
save models. შემდეგ დავაწყოთ სახელი, მაგალითად SAS, მე save. შემდეგ ისა გავთ შევთაღავ დაგჭირდება. მაგალითად ახლა შევიდეთ პაპკაში. ასე like models player. შემდეგ SAS და მოდის გადავახვათ ასე და ეს ასე იყოს. როგორც ხედავთ, ახლა დაყენდა ეს პლუგინი, უბრალოდ მოდელი, სულ ის იყო, რაიმე შემოძანით.